ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი კობახიძემ კამპანიის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანია იყო კონკურენტული და თავისუფალი. კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი არ შეიცავდა ძალადობრივ ქმედებებსა და ზეწოლას. ოცნების პრემიერი ხალხს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან. ხოლო შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ. მოხარული ვართ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა იქცა ხელისუფლების რგოლად, რომელიც საზოგადოებაში გამორჩეულად მაღალი დობით სარგებლობს. ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების თითოეული მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობის სახელით სურს ხოვოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, თითოეულ ამორჩევალს გამოავლინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ხმა მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.